მოკლე პასუხი ისაა, რომ არა, ბევრი არაფერი ვიცით. და მე ვეთანხმები ელჩ რეგევს, რომ უნდა დავიცადოთ, სანამ სრულ სურათს და სრულ ფაქტებს არ მივიღებთ. მემორანდუმი ჯერ არ გამოქვეყნებულა, სრული ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ბევრი პესიმიზმი და ნეგატიური რეაქცია ვიხილეთ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ფაქტები არ ვიცით. მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი ტრამპის ირანთან მიმართებაში დღემდე ისტორიული შედეგები აქვს. დიახ, მან სამხედრო ქმედებები განახორციელა მაშინ, როცა თქვა, რომ ასე მოიქცეოდა. მან მაქსიმალური ზეწოლა მოახდინა რეჟიმზე. და რეალობა ისაა, რომ რეჟიმს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა აშინებს. ასე რომ ფიქრობ, ამ ეტაპზე ყველა ნაჩქარევ დასმებს აკეთებს. ირანის რეჟიმი პროპაგანდას ავრცელებს. პროექტის ტექსტის შესახებ ცნობები მეხნიუსმა გაავრცელა. მენიუსი პირდაპირ ეკუთვნის ორგანიზაციას, რომელსაც ისლამური პროპაგანდის ორგანიზაცია ქვია. ასე რომ ახლა ძალიან ბევრი ხმაურია. მე გირჩევდით, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ და დაელოდოთ ტექსტის გამოქვეყნებას. ერთი რამ კი ნამდვილად ნათელია. პრეზიდენტმა ტრამპმა JCPOE-დან, ობამას ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა, რადგან თქვა, რომ ეს იყო სუსტი შეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ პრეზიდენტი ტრამპი არაფრის დიდებით არ მოისურვებს, რომ მისი შეთანხმება ობამასაზე სუსტი იყოს. არა, ეჭვი არ არის და გეთანხმებით. ირანის წინააღმდეგ მიღწეული შედეგები გასაოცარია. ეს მხოლოდ გასულ წელს მოხდა. ცხადია, პრეზიდენტმა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც მისამდე არც ერთ პრეზიდენტს არ გადაუდგავს. მაგრამ ცხადია ვიზუალურად ცუდად ჩანს. და ამ ეტაპზე ეს არ მოგწონს. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია. მაგრამ რა ხდება იცით აქ ისრაელში? ცხადია, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სასოწარკვეთას და გულგატეხილობას. ძალიან რთულია იმის მიღება, რაც ხდება. ზოგადად რა ხდება სპარსეთის ყურეში და როგორ აღწერდით იქაურ რეაქციას? თუ არ ცდები, რეაქცია ცოტა თავშეკავებულია. მე ვფიქრობ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ამას შესაბამისად ართმევენ თავს. რეალობა ისაა, რომ ომის დროს, როდესაც რეჟიმი ახორციელებდა უმიზეზო თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, ბაჰრეინზე, საუდის არაბეთზე, შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით ომამდელ სტატუს კვოში. ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს რეჟიმი, სანამ ის არსებობს, საფრთხეს არ მოადგენს. ეხლა, იქნება თუ არა ზედაპირული დაახლოება, თითქმის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რეჟიმმა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა. არ დავივიწყოთ, რომ ზედაპირული დაახლოება იყოს საუდის არაბეთსა და ირანის რეჟიმს შორის, ჩინეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება. და ფაქტობრივად საუდელები კარგად იცნობდნენ, რომ ირანის რევოლუციური გვარდია არ შეცვლილა. მაგრამ ისინი თავს იზღვევდნენ. მათ იგრძნეს, რომ რეგიონი კონფრონტაციისკენ მიდიოდა და არ სურდათ შუა ცეცხლში აღმოჩენილიყვნენ. ეს არის მათი გათვლა. ეს იყო მათი გათვლა ამ შეთანხმების ხელმოწერისას. რა მოხდა? ომის პირველივე დღეს რეჟიმმა დაარღვია ეს შეთანხმება და დაიწყო რაკეტებისა და დრონების სროლა საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და უეითისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით. მან არაბთა გაერთიანებული საამიროები მუდმივ იდეოლოგიურ მტრად აქცია. იმავე ენით სხვათა შორის, რომელსაც ის ისრაელის წინააღმდეგ იყენებს. ამიტომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ძალიან კარგად იცნობენ ამ რეჟიმის დნმ-ს და იციან, რომ სანამ ის იარსებებს, საფრთხე გაგრძელდება და მშვიდობა და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში მიუღწეველი იქნება. ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც სანქციების შემსუბუქებას იძლევა და რეჟიმის ლიდერებს აძლიერებს და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ ლიდერებს შორის ახლა არიან აჰმად ვაჰიდი, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი. ადამიანი, რომელიც ინტერპოლის ძებნილთა სიაშია არგენტინაში 1984 წელს ებრაული კულტურული ცენტრის აფეთქებაში მონაწილეობის გამო. მუჯტაბა ხამენეი ჯერ კიდევ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ის ცოცხალია, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც ღრმად ანტისემიტური, ანტიდასავლური და ანტისაუდიური შეხედულებებით გამოირჩევა. ასევე მოჰამად ალი ჯაფარი, ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი, რომელმაც შეიმუშავა ასიმეტრიული ომის სტრატეგია, რომელსაც რეჟიმი იყენებს ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ ყველაფერს. ისინი უკიდურესად რადიკალურები და უკიდურესად იდეოლოგიურები არიან. ამიტომ ნებისმიერი დაფინანსება ან სანქციების შემსუბუქება, რაც გაიცემა, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მოხდება სწორედ ამაზე უთითებ ირანის რევოლუციურ გვარდიაზე. ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც ახლა ამ ადამიანებთან დადო. გულისხმობ, მოდი ჩვენ და ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, ეს აპოკალიფსური, ფანატიკური ტერორისტული ორგანიზაციაა, ესქატოლოგიური, როგორც ამას ისინი ამ სიტუაციას უყურებენ. თუ ისინი აღიქვამენ გამარჯვებას შეთანხმების სახით, მაგალითად იტყვიან, აი დიდი სატანა ჩვენთან შეთანხმებით მოვიდა. ეს ამ რეჟიმისთვის ძალის მომცემია. სად მიიყვანს ეს რეგიონში მცხოვრებ ათეულობით მილიონ ახალგაზრდა შიიტს, რომლებიც ამ სიტუაციას ასე უყურებენ?
ფიქრობ ირანის რევოლუციური გვარდია ამას უკვე იხენებს რეკრუტირების სიარაღად, რომ თქვას, აი ჩვენ ვართ მართალი, ჩვენ ვართ, ეს არის მესია. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გააძლიერა თავისი მილიტარისტული მაჰდიზმის დოქტრინა, რომელიც აპოკალიფტურია და თავისი არსით ანტისემიტურია. 2010 წლიდან მოყოლებული ეს გახდა ირანის რევოლუციური გვარდიის ინდოქტრინაციის მთავარი მიმართულება. სხვათა შორის, ინდოქტრინაცია მათი წვრთნების 50%-ს შეადგენს. ანუ ირანის რევოლუციური გვარდიის წვრთნების 50% რადიკალიზაცია. საოცარია. მაჰდიზმის დოქტრინა გახდა მთავარი მიმართულება, რადგან ხამენეი ცდილობდა უფრო ექსტრემისტული და რადიკალური ახალგაზრდა თაობები აღეზარდა გვარდიასა და ბასიჯში. და ამ დოქტრინამ განსაზღვრა მათი საომარი ქცევა. მან გაამართლა ისეთი ქცევები და მოქმედებები, რომლებიც სხვა შემთხვევაში სრულიად არალოგიკური იქნებოდა. მათი ქცევის გაგება მხოლოდ ამ დოქტრინის საშუალებით შეიძლება. რეჟიმს სურს აღადგინოს თავისი ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძი. უკვე დღესვე ესმაილ კაანიმ, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ქუცის ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ჰამასის ართგენა. რეჟიმს ჯერა რომ მან წარმატებას მიაღწია. ანუ კიდევ ერთხელ, იცით, ამ რეჟიმის წარმატებას ამ ომში მე დიდ ეჭუქვეშ დავაკენებდი. სამხედრო თვალსაზრისით ეს დიდი მარცხი იყო. დიახ. მათი პირველი და მეორე დონის მეთაურები კლიანად გაანადგურეს. მათი უზენაესი ლიდერი კონფლიქტის პირველივე დღეს გაანადგურეს. ძლიერი რეჟიმი კონფლიქტის დასაწყისში თავის უზენაეს ლიდერს არ კარგავს. მისი ბალისტიკური რაკეტები, დროუნების შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურა და ბირთვული იარაღის პროგრამა მნიშვნელოვნად დასუსტდა. მიუხედავად ამისა, ის გამარჯვების განცდას არცელებს. და სამწუხაროდ ვითხოვდი რომ წამყვანი მედია ანტი-ტრამპის მიკერძოებით ხელმძღვანელობს, რაც ფაქტობრივად ირანელებს დაეხმარა მათ საინფორმაციო და პროპაგანდის ომში. კიდევ ერთხელ, მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ამ მემორანდუმის დეტალები. და სხვათა შორის ეს არის მემორანდუმი, რომელიც რეალურ საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს ითვალისწინებს. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანის რეჟიმი დათანხმდეს შეერთებული შტატების პირობებს. ამ ეტაპზე ვფიქრობ, ყველამ უნდა გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან და შევხედოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობას ირანთან დაკავშირებით და დავრწმუნდეთ, რომ მას არ ეკნება სურვილი მისი შეთანხმება ობამას შეთანხმებაზე სუსტი იყოს.